მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით. და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება ესეთი. მოდით ვნახოთ რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. გაშლა გვექნება ერთ ვარიანტზე. შესაბამისად ასარჩევი არაფერია. განეწყვეთ გაშლისთვის, მოახდინეთ თქვენთვის ასურველი პიროვნების ვიზუალიზაცია, შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათი, შეგიძლიათ წარმოვთქვათ მისი სახელი და შესაბამისი განწყობის შექმნის შემდეგ უკვე ვუყუროთ გაშლას. მას ასე რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. მოდით ორი სიტყვით დავახასიათოთ ახლა ეს პიროვნება ჩვენ. საკმაოდ ესეთი საინტერესო და შეიძლება ცოტა იყოს უცნაური პიროვნება. შეიძლება მარტო თქვენ არამედ სხვაებსაც ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე ამ ადამიანს არ იცნობენ. ანუ მისი შეცნობა ბოლომდე ძალიან რთულია. ეს არ არის ადამიანი, რომელიც მარჯვნიდან მარცხნივ ყველაფერზე საუბრობს, ყველაფერზე ლაპარაკობს, განსაკუთრებით თავის თავზე, თავის გეგმებზე. ვერ ვიტყვი ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, რომ ჩაკეტილია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრი ლაპარაკი ამ ადამიანს ნამდვილად არ უყვარს და რაღაცნაირად შეიძლება იყოს იდუმალებით მოცულიც კი. ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდზე ეხლა რო ვაკეთებთ ჩვენ გაშლას და ვუყურებთ, ხო? ეს ადამიანი თითქოს ცდილობს თავის წარსულთან განშორებას, რაღაცნაირად ტვირთად აწევს. წარსული შეიძლება ძალიან ხშირად ეფიქრება ამაზე, თუ ეს თქვენი ყოფილია, შეიძლება თქვენს ურთიერთობაზეც იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცას ეს ადამიანი ქეკავს წარსულში და ვერ იშორებს ამ წარსულს, ძალიან ხშირად ფიქრობს, შეიძლება ეს იზმრება კიდევაც, ხო, ანუ და რაღაცას უთვალწინ უდგას ეს წარსული მომენტები და უჭირს განშორება ამ ყველაფერთან, ხო, ძალიან უჭირს განშორება. მისთვის წარსული ერთგვარი დამაბრკოლებელი ფაქტორი არის. აი საინტერესოა, რატო არის წარსული აი ამ ადამიანისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ. გადაწყვეტილება რომელიც მიიღო, ხო, ამ ადამიანმა, შეიძლება თქვენთან დაკავშირებით, შეიძლება რაღაცა საკითხთან დაკავშირებით, აქ არ გვიკონკრეტებს რაზე არის საუბარი, პირად ყოველ შემთხვევაში არ აჩვენებს, მაგრამ დიდი ალბათობით გაშლა მის პირად ცხოვრებაზე არის, აქედან გამომდინარე, უფრო მეტად შეგვიძლია წავიდეთ ამ მიმართულებით, ხო? გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, მისთვის დღემდე არის, იცით როგორი, აი ძალიან ხშირად უსასრულოდ შეიძლება ფიქრობდეს ამ თავის გადაწყვეტილებაზე და ბოლომდე ვერ ჩაწვდა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რატომ გადადგა ესა თუ ის ნაბიჯი. ძალიან აბრკოლებს ეს თავისი როგორც ფიქრი წარსულზე, ასევე ეს თავისი გადაწყვეტილება. ცდილობს, რომ უფრო ესეთი ნათელი გონებით, უფრო სახი გონებით შეხედოთ ამ სიტუაციას. თითქოს მაშინ ვერ უყურებდა ამ სიტუაციას ესე გარკვევით, ვერ ხედავდა, ვერ აანალიზებდა თავის ქმედებებს და ნაბიჯებს და ეხლა თითქოს სახი გონებით უყურებს ამ ყველაფერს და ძალიან უჭირს აი ამ ყველაფრის თავიდან ამოგდება. მიუხედავად იმისა, რომ აი მთელი კონცენტრაცია აქვს თითქოს მობილიზებული იმაზე, რომ ნუ აი აქ რაღაცა წერტილი უნდა დავსვა, აქ ყველაფერი დასრულებულია. ამაზე მე არ უნდა ვიფიქრო, მაგრამ ფაქტიურად შეიძლება ყოველღამე თუ არა, ძალიან ხშირად ეფიქრება ამაზე და ძალიან განიცდის, იმიტომ რომ აშკარად ტკოვდება ეს ადამიანი და აშკარად წინ ვერ მიდის. კომფორტის ზონა, რომელიც იცით რა არის, ემოციებთან არის, ეს თქვენთან იყო დაკავშირებული. კომფორტის ზონა, იცით, ორ კომფორტის ზონაზე შეგვიძლია ახლა ვისაუბროთ. ერთი კომფორტის ზონა არის ის, რომელიც მას ჰქონდა შესაძლოა თქვენს ურთიერთობ, თქვენ თუ ყოფილი პარტნიორი ჩაიფიქრეთ, ხომ? ეხლანდელ პარტნიორს ბუნებრივია მოქმედს ჩაიფიქრეთ, იქიდან გამომდინარე, რომ თუ მასთან ურთიერთობა გაქვთ, ესე იგი თქვენი პირადი ცხოვრება არის, ხო? ან ნუ შეიძლება პრობლემური ჩიხური ურთიერთობა არის, ან დაშორებული ხართ, ხო? ნუ პრინციპში ეს გაშლა არის მასთვის.
ნახეთ, რატომ არის აქ აი ეს ორი კომფორტის ზონა. ერთ კომფორტის ზონას გვიჩვენებს სად? იქ, სადაც მას გრძნობები ქონდა წარსულში, ანუ წარსულ ურთიერთობაში მას ქონდა კომფორტის ზონა გრძნობებიდან გამომდინარე. და მეორე კომფორტის ზონა, რომელსაც აქ გვიჩვენებს, ეს არის უკვე მატერიალური მხარე, ეს უკვე გრძნობებთან დაკავშირებული არ არის და ეს არის თითქოს შეგუება, ანუ მოდი შევეგუები მე იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც ვარ მოქცეული და ამითი მოვიპოვებ მე კომფორტის ზონას და სიმშვიდეს. ხო, მიმიხვდით, ხო? ორი, ანუ ერთ მხარეს ასწორეს, ერთ მხარეს არის გრძნობები და მისთვის კომფორტის ზონა იყოს სწორედ ეს გრძნობები და მეორე მხარეს არის აი ეს რაღაცა თითქოს აი მოიპოვა გავასწორებ ცოტა, მოიპოვა თითქოს რაღაც აი სიმშვიდე ეგუება რაღაცას, ანუ შეგუება უწევს მას რაღაცასთან და აქედან გამომდინარე თითქოს აი თუ შევეგუები ხარიშხალით ჩადგება და მე პრობლემები აღარ მექნება, ხო? აი რაღაცა ესეთი ამბავი არის აქ. მის ემოციურ მდგომარეობასაც შევხედოთ. ანუ აქ შეიძლება კიდევ რაღაცნაირად იცით ოჯახის წევრებს, თავის წინაპრებს, არ ვიცი, უფროსებს, ადანაშაულებს, ხო გულიწყდება რაღაცაზე. კიდევ არის რაღაცა მომენტი, აქ შეიძლება ახლო, ძალიან ახლო ოჯახის წევრი, მშობელი, ან ბებია, ბაბუა, რაღაც ესეთი ავადმყოფობს, ან გარდაიცვალა და ამასთან დაკავშირებით დარდობს კიდე, ხო, საკმაოდ ისეთი ემოციური ფონი აქვს, მაგრამ კიდევ აქ გვიჩვენებს რას, ხო, რომ აი ეს მისი რაღაცა ну, მოდი ესე დავარქვათ, ხო? იმედია არ ჩათვლის, რომ შეურაცხყოფას ვაყენებთ, მისი აი ესეთი რაღაცა უაზრო იდეები მოიწონა მისმა ოჯახმა, მისმა ძალიან ახლო ადამიანებმა და ამაზე თითქოს განაწყენებულია, იმიტომ რომ ნახეთ, აქ როგორც გვიჩვენა, რომ თავის ნაბიჯებს ის აქამდე ვერ უყურებდა საღითვალით, ეხა უყურებს საღითვალით და იმასაც ხვდება, ხო, რომ აი რაღაცნაირად ნაწყენია, რომ აი ვიღაცას სწორი რჩევა რო მიეცა. შეიძლება აძლევდნენ კიდევაც სწორ რჩევას, მაგრამ აი არ დაატანეს ძალა, არ როგორ თქვა, არ აიძულეს, ხო, უმეტი ძალის ხმევა შეიძლება მისთვის უფრო იყოს საჭირო. მოდით ვნახოთ ახლა, მაინც რა ხდება კიდევ მის პირად ცხოვრებაში, ხო? პირადი ცხოვრება გვაინტერესებს. ამ ადამიანს აი ეს პირადი ცხოვრება, რომელიც ახლა მასთან არის, ხო? ვერ გაურჩევია, რეალობა არის თუ სიზმარია. აი რაში არის საქმე, ხო? და აი ამისგან ძალიან ცით როგორ არის, აი ემოციებისგან რა თქმა უნდა, მხოლოდ დადებით ემოციებზე არ არის საუბარი. აი სულ რაღაცა ნოტებზე არის, იცით, აი ძალიან მაღალ ნოტებზე არის და შეიძლება ზედმეტად ემოციური არის, აი სავსე არის და გადმოდის ეს ემოციები, ხო? იმიტომ ვერ არჩევს, ვერ გრძნობს, რომ არის რეალობაში. ხანდახან გონია, რომ სიზმარშია, ეს მისი პირადი ცხოვრება, გონია, რომ გაიღვიძებს და ეს მისი პირადი ცხოვრება აღარ იქნება. ხანდახან ძალიან ისეთი მძიმე აზრებიც მოდის სხვათა შორის თავში. საკმაოდ მძიმე აზრებიც მოდის თავში, რა ხდება შენ მძიმე აზრებთან დაკავშირებით. არ ვიცი, ვიღაცა უბეჭდავს და თავში ამ ყველაფერს დაეუბნება, რომ აი შენ არაფრის მაგნისი არ ხარ და არაფერი არ შეგიძლია უჩემოთ და ну, მოკლედ იცით როგორ არის, აი ვიღაცა წამლავს ამ ადამიანს და პირიქით აი მის ეგოს ასუსტებს, ხვდებით, აი უკარგავს, აი იმიტომაც აქვს აი ეს შეგუების მომენტი, ხო, ადამიანი რომელიც მის გვერდზე არის, წამლავს მას, როგორც დღე, ისე ღამე და თან წამლავს აი ეს სიტყვიერად შხამებს, ხო, ყველაფერს და თავის თვითშეფასებას უკარგავს მას. ბედნიერია იქ, სადაც არის. მოდი ეს კითხვა დავსვათ. მას გონია, რომ რა საინტერესო პასუხი მოგვიდა. მას გონია, რომ არის რაღაცა ერთი დიდი რაღაცა
თამაშის ან რაღაცა ნაწილი, რაღაცა სტრუქტურის, არ ვიცი, ნაწილი, რაღაცის შემადგენელი ნაწილი და აი ეს რაღაცა სტრუქტურა მისთვის არის, აი როგორც კოსმოსში არის შავი ხვრელი, ხო? რაღაც ესეთი ძალიან უნდა მას აი ამ ყველაფრისგან განმარტოება. ის კი არა რომ მოვიდა თქვენთან ვიღაცასთან წავიდა, არა. აი მას ძალიან ჭირდება განმარტოება, ხო? აი აქ სიფხიზლე ძილის მომენტებიც აღრეულია, ხო? ანუ ადამიანი ვერ ხვდება რეალობაშია სიზმარში, ახანდახან გონია რომ აი გაიღვიძებს და ეს სიზმარი დამთავრდება, ხო? ნახეთ, აი თან ცდილობს გააცნობიეროს, ბოლომდეც ვერ აცნობიერებს. შედარება არ არის, ბევრად უფრო საღად აზროვნებს ახლა ეს ადამიანი შეიძლება ვიდრე დაახლოებით თქვა 6 თვის წინ. თუმცა აი მაინც გონია რომ აი რაღაცის არ ვიცი, აი რაღაცა ეს შავი ხვრელის, ხო? შთანთქა თითქოს მისი ენერგია რაღაცამ თუ ეს ადამიანის შთანთქა თავიდან ბოლომდე რაღაცამ და მას ძალიან უნდა ამ ყველაფრისგან აი ამ სისტემის, აი ამ რაღაცა ერთიანობის, არ ვიცი, ეს რა ერთიანობა არის. ეს შეიძლება იყოს აი ეს პარტნიორი, რომელიც ეხლა მის გვერდით არის პირად ცხოვრებაში, ხო? და ამ პარტნიორთან ერთად არ ვიცი, ეს სამეგობრო, ან კიდევ ვიღაცა სხვა ადამიანები, რომლებიც აი რაღაცა ერთიანი, შეიძლება ეს ოჯახიც, ხო? ერთიანი სისტემა შექმნეს და აი დაიჭირეს ამ სისტემაში, მოაქციეს. აი ამ სისტემიდან ჭირდება მას აუცილებლად გათავისუფლება და ჭირდება მას აუცილებლად განმარტოება. თითქოს აი დასვენება ჭირდება მას. რამდენად აქვს საერთოდ გრძნობები, აი პირადი ცხოვრება თუ აქვს ახლა ამ ადამიანს, გავიგეთ ეს ყველაფერი, გრძნობები, რეალური სიყვარული, ხა გრძნობა სიძულვილიც არის, ხო, სულ ამბობ ხოლმე. რამდენად აქვს ამ ადამიანს გრძნობები? ნუ რა გრძნობები განდეგილია მოგები და რა ვიცი, დავამატებ მაინც რა გრძნობებზე შეგვიძლია ყოველ შემთხვევაში ამარკანებით საუბარი. მას უნდა ხაფანგიდან გაქცევა. ნახეთ, მას უნდა განმარტოვება, მას უნდა ესე განდეგილად რაღაც ცალკე დგომა, დაფიქრება, მას არ აძლევენ ფიქრის საშუალებას და მას უნდა უბრალოდ გაიქცეს აი იმ ხაფანგიდან, რა ხაფანგშიც ის არის თითქოს აი რაღაცა ტყვეობაში გრძნობს თავს და ამ ტყვეობიდან გაქცევა სურს. ანუ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ თანაც რა არის, ხდება რომ როდესაც მოქმედებს, ხო, გვიჩვენა, ხო, ჩვენ აქ თავში ორი კომფორტის ზონა გვიჩვენა. ერთი რომელიც მას ჰქონდა წარსულში და ეს კომფორტის ზონა გრძნობებთან, სიყვარულთან იყო დაკავშირებული და მეორე კომფორტის ზონა რა, აი ამ ქაოსში სადაც არის, ხო? აი რო ვთქვით, აი ამ რაღაცა სისტემურ შავ ხვრელში რო არის მოქცეული, ხო? აქ როგორც კი ირყევა, თითქოს როგორც ჭაობი უფრო მეტად ისრუტავს მას, ან უფრო რაღაცა აურზაური ხდება და ამიტომ იმალება, ხო? ნუ ურჩევნია ჩუმად იყოს, იმიტომ რომ ქარიშხალი არ ამოვარდეს, თითქოს ფიქრობს, რომ ამ ქარიშხალს ვეღარ გაუძლებს. თან აქ ვიღაცა წამლავს მას, ხო? სრული ამ სიტყვის მნიშვნელობი და თვით შეფასებას უწევს ნულამდე, რომ რაღაცნაირი, აი ჩემით ხარ, ან ჩემი დამსახურება, ან ვის რაში ჭირდები, ან რაღაცა მსგავსი რაღაცები. ნუ შეიძლება ატყუილებს კიდევაც არც ეს არ არის გამორიცხული, ხო? და აი ამ ყველაფრიდან მას აი აქედან აუცილებლად ჭირდება გაქცევა, აქედან მას უნდა წასვლა. იცით რა არის, მას ძალიან უნდა რომ რეალობას შეეხოს. გრძნობს რომ ის არ არის რეალობაში და მას უნდა შეეხოს. ის ხდება, ანუ პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, აი მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ხო? როდესაც საუბრობთ, ეს პიროვნება უბრალოდ ხდება, რომ ეს არ არის რეალობა, არ ვერ ეხება, ვერ ითავისებს, ვერ ერთიანდება აი ამ რეალობასთან ის ვერანაირად. ანუ იმ ნირში, იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც არის ის თავის პირად ცხოვრებაში, ის ხდება აუტანელი ადამიანი, მას მე მგონი აუტანელ ადამიანთან უწევს ცხოვრება და ყოფნა. აი ესეთი ამბავი არის აქ. თეთრა საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია წამოვიდა, მოკლე პერიოდში საკმაოდ კარგად გაიშალა და ნუ ფაქტია, რომ მისთვის ეს ძალიან სადაც არის რაღაცა თითქოს უნდა იმოძრაოს იმისკენ, რაღაცა შეხვედრისკენ კიდევ აქვს, იმიტომ რომ იქ სადაც არის მისთვის ფაქტიურად აუტანელია. აი, რაღაცნაირი ესეთი გაშლა გამოგვივიდა. მოკლედ არ დაგავიწყდეს, რომ საჯარო გაშლა არის, ვისაც დაგაინტერესებთ და
პირადი გაშლა გსურთ, მომწერეთ, არ მირეკავთ, მომწერეთ WhatsApp-ში ან Viber-ში ნომერზე 511131818, ან შეგიძლიათ მომწეროთ Facebook გვერდის Messenger-ში. დიდი მადლობა ყველას, რომ უსმენდით და უყურებთ ჩემს გაშლებს, რომ ხართ ჩემი არხის გამომწერები, ვინც არ ხართ, თუ სურვილი გექნებათ, გამიხარდებათ, თუ გამოიწერთ და მოიწონებთ ჩემ გვერდს, ყველას უღრმესი მადლობა. ულებბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.